სამგორის რაიონში მიხეილ გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეთვის ბოლოს დასრულდება. რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად შეიცვალა მიწისქვეშა და მიწისზედა ინფრასტრუქტურა. მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მიხეილ გახოკიძის ქუჩაზე მოეწყობა ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდება შუქნიშნები და ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტის ჯამოიღირებულება 20 მილიონ ლარს შეადგენს. პირველი რაც გაკეთდა აღნიშნულ ქუჩაზე ეს იყო ამორტიზირებული კომუნიკაციების სრულება, იყო უმძიმესი მდგომარეობა, ავტომობილებს უბრალოდ გადაადგილება უჭირდა, იმდენად დაზიანებული იყო ინფრასტრუქტურა. ფაქტიურად მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად განახლებულია, მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები. დაახლოებით 2 კვირა არის საჭირო იმისთვის, რომ დავასრულოთ, უკვე 800 მეტრიანი მონაკვეთი არის დარჩენილი, სადაც მოასფალტება ბოლო ფენებში მოხდება, შემდეგ დახაზვითი სამუშაოები განხორციელდება. პარალელურად ასევე მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა მიმდინარეობს, გამწვანებითი სამუშაოები ჩატარდება. 3 კილომეტრი და 100 მეტრია მთლიანად ქუჩის სიგრძე და 2/3-ზე უკვე ყველაფრიანად არის დასრულებული სამუშაოების ასფალტის ბოლო ფენას დაგებულია, მოწყობილია ტროტუარები, შუქნიშნები, გარეგანათების სისტემა. უახლოეს დღეებში დარჩენილი 800 მეტრიან მონაკვეთზე, რომელიც არის დარჩენილი ასფალტის ზედაფენა დაიგება. ამ წუთში ტროტუარების ნაწილში მიმდინარეობს ასფალტის დაგება. ამ თვეში სრულად გამწვანებიანად ყველაფერი დასრულდება.